6-7 დეკემბერს ჩვენ ვუმასპინძლეთ ერთ-ერთ ყველაზე ფართო მასშტაბიან საგანმანათლებლო კონკურსს მსოფლიოში UCIMAS-ის საერთაშორისო შეჯიბრება და მსოფლიო თასი 2025 ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში 2025 წლისთვის შეარჩიეს საქართველო. ამ ღონისძიების ფარგლებში ჩვენ ვუმასპინძლეთ დაახლოებით 1500 მოსწავლეს 84-ზე მეტი ქვეყნიდან მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, რათა ეჩვენებინათ მათი მენტალური არითმეტიკის უნარები. ამ 2 დღის განმავლობაში პირველი დღე იყო, რომელიც ეთმობოდა შეჯიბრებას უშუალოდ კონკურსის ნაწილს, რომელსაც 4 სესია აქვს, ხოლო მეორე დღე უკვე დაეთმო დაჯილდოების ცერემონიას. რაც შეეხება თითოეულ კატეგორიას, მონაწილეები ჰყავს 3 წლის ასაკიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე 20 წლამდე, რადგან ეს არის მიზანი ასეთი შეჯიბრებისა და კონკურსისა, რათა ვაჩვენოთ ასაკობრივი კატეგორია ადრეული ასაკიდანვე, მათ შორის უნივერსიტეტის ასაკამდე, როდესაც ჯერ კიდევ მონაწილეობენ ასეთ ღონისძიებებში. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ ეთერში UCIMAS-ზე, მინდა კიდევ ერთხელ რომ განვუმარტოთ მაყურებელს, რაზეა ორიენტირებული ეს პროგრამა, რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის ამ პროგრამის შესწავლა, რას უწყობს ის ხელს? UCIMAS-ი დაფუძნებიდანვე, რომელიც არის 1993 წელი, როდესაც პროფესორმა დინო ვონგმა დააარსა, ეს მის გავლენას აჩვენებს გლობალური მასშტაბით და ბევრი მიზეზია ამისთვის. ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ აღიარება, რომელსაც ის იღებს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. ეს უნივერსიტეტები არიან წამყვანი უნივერსიტეტები და ინსტიტუციები, როგორც არის ჰარვარდი, სან-დიეგო, კალიფორნია, მასაჩუსეტი და ასე შემდეგ. და მიზეზი და კვლევა გვაჩვენებს, რომ მოსწავლეები, რომლებიც UCIMAS-ის გზას გადიან, როგორც წესი, აქვთ უფრო მაღალი IQ, ანუ ინტელექტის კოეფიციენტი და ასევე უფრო მაღალი EQ, რომელიც გახლავთ ემოციური ინტელექტი. თუ შევადარებთ სხვა მოსწავლეებს, შესაბამისად შეგვიძლია დავიწყოთ სწორედ ამ მოცემულობიდან ყველა ეს შედეგი, რაც შეიძლება შეჯამდეს და შეფასდეს, ეგრეთ წოდებული კომიკ ჯარსის, რომელიც გახლავთ აბრევიატურად აერთიანებს იმ უნარებს, რაც არის კონცენტრაცია, დაკვირვება, მეხსიერება, წარმოსახვის უნარი, კრეატიულობა, განსჯა, სწორი შეფასება, გამოყენება, ლოგიკური მსჯავრობა და თვითდაჯარება. და სწორედ ამ შემთხვევაში ერთიანდება ეს ყველა უნარი, იმით რომ ორივე ჰემისფეროზე ვმუშაობთ და IQ-ს და EQ-ს, ანუ ინტელექტის კოეფიციენტის და ემოციური ინტელექტის კომბინაცია ხდება და მოსწავლეებს ეს ექნებათ მთელი ცხოვრების განმავლობაში შეძენილი უნარები. დიდი მადლობა, ლაშა გიორგისთან გადავალ. სანამ კონკურსის დეტალებზე გკითხავ, მინდა რომ გაგვაცნო შენი თავი, რომელ სკოლაში სწავლობ, რომელ კლასში ხარ და UCIMAS-ის პროგრამასთან შენი პირველი შეხება. მოგესალმებით ყველას, მე მქვია ლაშა გიორგი, ვსწავლობ მე-20 საჯარო სკოლაში და პირველად მენტალურ არითმეტიკას საერთოდ უკვე 10 წელია, რაც გავეცანი, მაგრამ კონკრეტულად UCIMAS უკვე 4 წელია, რაც ვიცნობ. რამდენად საინტერესო იყო შენთვის ეს პროგრამა, როდესაც დაიწყე ამ პროგრამის შესწავლა? რა იყო მთავარი გამოწვევა და რა იყო ის мотиваცია, რის გამოც შენ დღემდე მოხვედი და ეს ჯილდო მოიპოვე? ჩემთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა იყო, რომ მომიგო მსოფლიო ჩემპიონატი და მესახელა საქართველო. მე ძალიან ბევრს ვწვალობდი ამისთვის და ძალიან ბევრს შრომობდი და ეს ნამდვილად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ჩემთვის мотиваცია იყო, რომ გამეგრძელებინა ეს პროგრამა. რა ტიპის დავალებები შეგვხვდა კონკურსზე? რისი თავის გართმევა მოგიწია? უფრო დეტალურად თუ შეგიძლია რომ მოგვიყვე? დიახ, ჩემპიონატზე სულ იყო 3 კატეგორია. პირველი კატეგორია იყო შემდეგნაირი. იყო 3 ფურცელი და 8 წუთის განმავლობაში უნდა დაგვეწერა რაც შეიძლება მეტი მაგალითი და რაც შესაძლებელი უფრო სწორედ უნდა დაგვეწერა. ასევე იყო მეორე კატეგორია, ეს იყო მსოფლიო თასი, სადაც ყველა ქვეყანას ყავდა 4 უძლიერესი წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოს სახელით გამოვდიოდი მე. და მესამე კატეგორია სახელად ფლეში, სადაც ეკრანზე ჩდებოდა რთული რიცხვები და ქრებოდა და უნდა დამემახსოვრებინა ეს რიცხვები და უნდა გამომეთვალა.
რაში გეხმარება ეს პროგრამა? რატომ არის მნიშვნელოვანი შენთვის ამ პროგრამის შესწავლა? ეს არის უბრალოდ აზარტი, რომ აჯობოს ხას თუ ეს არის რაღაცა გარკვეულწილად გონებრივი სავარჯიშო, რომელიც ბევრ სხვა მიმართულებაშიც შეიძლება გამოგადგეს და გადგება კიდეც ცხოვრების ამ ეტაპზე. დიახ, ეს პროგრამა ძალიან გამომადგა მე მთლიანი ცხოვრების ეტაპზე, რადგანაც პირველ რიგში ის მეხმარებოდა სკოლაში გარკვეული საგნების, კონკრეტულად კი ზუსტი მეცნიერების უფრო ადვილად გაგებაში, განსაკუთრებით კი ნაადრევ ასაკიდან. მე მეხმარებოდა სწრაფ გონებრივ განვითარებაში და რთული გონებრივი დაბრკოლებების ამოხსნაში მეხმარება ასევე. რა არის შემდეგი ეტაპი? თუ გაქვს კიდევ გეგმები იუსიმასთან დაკავშირებით, რომ მიიღო კიდევ მონაწილეობა სხვადასხვა მსგავს კონკურსებში და კიდევ უფრო მეტი წარმატება მოიპოვა? ეხლა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება შრი-ლანკაში და ვაპირებ, რომ გამოვიდე ამ ჩემპიონატზე და კიდევ ერთხელ ვასახელო საქართველო. სისტემატიურად მეცადინეობ, როგორია შენი დღის რუტინა, კონკრეტულად ამ პროგრამასთან დაკავშირებით, რამდენად შრომატევადია იმისთვის, რომ საბოლოოდ აი ეს შედეგი დადგეს? სანამ ჩემპიონატი იქნებოდა, ყოველ დღე მეცადინეობდი 3 საათზე მეტს. და ამან ძალიან დიდი შედეგი გამოიტანა. ეს ხდებოდა დამოუკიდებლად თუ მენტორის ან მასწავლებლების დახმარებით? როგორია პროცესი? შესაძლებელია დამოუკიდებლადაც ვიმეცადინო და ასევე ონლაინით შემიძლია ჩავართო და წასვლითაც კი შემიძლია წავიდე და ვიმეცადინო. შენი თანატოლები და მეგობრები რამდენად აქტიურად არიან ჩართული? თუ გაქვთ გარკვეული ჯგუფები შექმნილი, სადაც უზიარებთ ამ თქვენს ცოდნას ერთმანეთს და ერთგვარი შიდა ჩემპიონატები გაქვთ მოწყობილი, სანამ ესეთ მასშტაბურ ჩემპიონატზე მიიღებთ მონაწილეობას? კი, არის ჩემი თანატოლებიც, რომლებიც ვარჯიშობენ ამაზე. კლასელები ძირითადად? კლასელები არა, ანუ ზოგადად ჩვენს პროგრამაში. დიახ, თანამოაზრეები და ჩვენ გვიყვარს გამოწვევები, ჩვენ გვიყვარს შეჯიბრები და ამანაც ძალიან დიდი შედეგი გამოიტანა მსოფლიო ჩემპიონატზე, იმიტომ რომ ბევრმა ქართველმა კარგი ადგილი აიღო. თუ ვცდილობ, რომ შენ სამეგობროში გავრცელო ინფორმაცია ამ შესახებ და მოვანდომო სხვებსაც, რომ ჩაერთო? მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სხვებსაც მოვანდომო ეს პროგრამა და მაქსიმალურად მინდა, რომ ვაჩვენო მთელ მსოფლიოს ჩემი შესაძლებლობები. მე მხოლოდ ძალიან დიდი წარმატება შემიძლია გისურვო. მადლობა დიდი. გადმოვალისევ თქვენთან ბოლო შეკითხვით. დღესდღეობით საქართველოს რამდენ სკოლაშია ეს პროგრამა ხელმისაწვდომი და თუ არის სამომავლო გეგმები მასთან დაკავშირებით, რომ გაფართოვდეს უფრო მეტად და უფრო მეტი რეგიონი და სკოლა მოიცვათ? იუსიმას საქართველო მიზანი იუსიმას საქართველოს როდესაც ჩვენ დავიწყეთ ეს იყო 6 წლის წინ გახლავთ ის რომ არა ის რომ მხოლოდ თბილისის მოსწავლეებისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი ამიტომ ამ მიზნით და მიზეზით რეგიონებში გავფართოვდით მთავარი რეგიონები და ქალაქები ბათუმი, ქუთაისი, გორი, თელავი, რუსთავი და უკვე ვამატებთ ზუგდიდს და ფოთს შესაბამისად, ჩემი მთავარი მიზანიც ასევე არის ის, რომ შესაძლებლობა მივცე ყველა მოსწავლე საქართველოში, რომ გქონდეს ეს ხელმისაწვდომობა და მონაწილეობის შესაძლებლობა იქნება ეს ეროვნული შეჯიბრება თუ საერთაშორისო შეჯიბრება და მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატები. ასევე ონლაინ სწავლების ფორმატი გვაქვს, ამიტომ ყველა შესაძლებლობა ხელმისაწვდომია და მხოლოდ სურვილი არის დარჩენილი მშობლების და მოსწავლეების მხრიდან, რომ ამ პროგრამის ნაწილნი იყვნენ, რადგან ძალიან საჭიროა განსაკუთრებით დღესდღეობით, როდესაც ისეთ ერაში ვართ, რომელიც ტექნოლოგიის და ხელოვნური ინტელექტის მიერ ყალიბდება და გჭირდება მოსწავლეებისთვის ეს საბაზისო, ფუნდამენტური უნარები, რაც კიდევ ერთხელ არის ის, რასაც იუსიმასი და აბაკოსის ინსტრუმენტი აძლევს მოსწავლეებს.